მოგესალმებით უბრალოდ მეგობრებო, ეს არის შემდეგი ლექცია, სადაც ვაგრძელებთ After Effects ტანჯვაწვალებით შესწავლას. ყოველ საათ გავჩერდით ახლა. რაღაც ვიდეო დავითრიეთ ინტერნეტში, ჩავაგდე და მაგ ვიდეოთი უნდა ვიმაიმუნოთ რაღაცეები. ეს არის და ეს. სანამ გავაგრძელებთ მაიმუნობას, მეგობრებო, პირველ რიგში უნდა დავამოწმოთ რას ნიშნავს composition. პირადად მე ესე გავიგე, რომ composition არის სამუშაო მაგიდა მაგალითად, სადაც მაგალითად ცომს აფრთხილებ. ერთი მაგიდა არის, სადაც ცომს აფრთხილებ, მეორე მაგიდა არის, სადაც ხორცს აბასთურმებ, მარილს გავუკეთებ, პილს გავუკეთებ და ასე შემდეგ. და თითოეულ ამ მაგიდას, ანუ composition-ს აქვს თავისი რაღაც პარამეტრები, მოკლედ, ერთი ესეთია, ერთი ისეთი და ასე შემდეგ. და ნებისმიერ დროს შეგვიძლია მიუბრუნდეთ ამ composition-ს, ასე ვთქვათ, და შევიტანოთ რაღაც ცვლილებები. მოკლედ, უნდა ვიმუშაოთ, სამუშაო სივრცე არის რა. თუ დავამოღამებთ ვიდეო რო ჩავაგდეთ და მე აქეთ ამ ხარისგან მოვიტანეთ, თავისით ავტომატურად შეიქმნა composition-ი. მოდი ამ composition-ს სახელი დავარქვათ, რათა ორგანიზებულები ვიყოთ და არ ავიდიოთ მერე. ერთიანი დავარქვათ ამას. ხოლო ამ ვიდეოსაც დავარქვათ ჩვენი სახელი. ზოგადად სახელების დარქმევა, შენ პონჩი რო არქმევ სახელებს, ეგ მაგარია, იმიტომ რომ მარტივად ვუყურებ მე რაღაცებს. ამ ვიდეოს დავარქვათ ისო ვსო სანთელი. მე ესე ვარქვენ ხოლმე, როცა ორი ობიექტია რა, უეჭველი ერთმანეთის წინააღმდეგობაში არიან ხოლმე. შესაბამისად easy mode-ია. კაი, ჩვენი თავი მუღამი რა არის ახლა? composition-ი არის, როგორც წეგან აღნიშნეთ, აი ეს სამუშაო სივრცე რა, ჩვენ მოკლედ ნებისმიერ დროს შეგვიძლია რომ შევქმნათ ახალი composition-ი, ამისათვის მარცხენა ზედა კუთხეში, როგორც ხედავთ, აწერია composition-ი, დავეჭერთ მაგას და new composition. აქ გვიწერია თუ რა თემა არის და ვაფშე რა შალიჩობს ეს composition-ი. აქ აწერია სახელი, comp1, ავტომატურად დააწერა. დავშვიდით. ქვევით პრისეტებში არაფერს არ ვაკეთებთ, ამას მე რეაგიხსნით. ეს არის თვითონ ვიდეოს aspect ratio, ანუ როგორი იქნება. მაგალითად 1920-1080-ზე რო არის. ჩვეულებრივ YouTube-ზე რა ვიდეოსაც უყურებთ, ესეთი 4 კუთხედი ეგეთი არის. თუ მოხდა სასწაული და ამ ორმა რიცხვმა ადგილები გაცვალა, მაშინ იქნება ვერტიკალური ვიდეო, როგორც TikTok-ზე არის მაგალითად. შესაბამისად, ეხლა ეს გვეუბნება, რომ აი აქ ამ composition-ის შიგნით, ანუ ამ მაგიდაზე, რასაც დავამზადეთ, ყველა იქნება ესეთი, მოკლედ. შესაბამისად, აი ეს ეკრანიც არის უკვე ესეთი, იმიტომ რომ აი აქ წერია ეს ციფრები. ძალიან მარტივად. ჩვენ თუ ამას შევცვლით, მაგალითად, შევცვალოთ რა პრობლემაა. მან თუ ჩავწერეთ 1080 და ქვევით 1920 და ოკეი, აი რა მოვიდა ეკრანს. მოკლედ, მაგარი მოდია რა. ხო, სად ვიყავით? composition setting-ები, ხო? აი ჩვენი composition-ის setting-ები მაგალითად არის იგივენაირი. უბრალოდ თუ დავამოღამეთ სხვა ციფრები წერია აი აქ. პარალელურად. მაგრამ თავარია შეფარდება იყოს ამდენი. თავარია შეფარდება იყოს 16:9-თან, რათა იყოს იმენა ვერტიკალური. ახლა ეს არ არის ასე, მაგრამ არა ვშუს, ესეთი ვიდეო დამორჩა. Frame rate არის 29.97, FPS-ი მოკლედ. რაც უფრო მეტი არის, უფრო smooth არის ვიდეო. აი ფილმების ღოლობ ნახე, ფილმებისთვის 24 არის მაგალითად. ინტერნეტში არსებული ვიდეოებისთვის წესით დარიგით 30. ნუ გავრცელებული თორე შენ შეგიძლია 120 FPS-ში გადაიღო კიდე რაღაც. ერთ წუთით. ხო, ნახეთ რა თემა არის. რატო არ ვეხებით? რატო არ შევეხეთ ახლა იმ ციფრს? იმიტომ რომ ვიდეო რომელიც ჩავწერეთ არის ზუსტად მაგდენი FPS-ი. და შესაბამისად, composition setting-ებშიც ესე რო იქნება ძალიან ჯიგრული. ყოველ მარტივ ენაზე რო ვთქვათ, composition-ი არის ის, სადაც ვიმუშავებ და ამა თუ იმ ვიდეოს დავამონტაჟებთ. დავჭრით, მოვჭრით ეფექტებს დავადეთ. შესაბამისად, composition-ი არის სამუშაო მაგიდა იგივე რა. და მთლიანი After Effects-ი. მაშინ After Effects-ი რატო არ არის სამუშაო? After Effects-ი მოდი ასე ვთქვათ, რომ უშუალოდ სამზარეულო არის. After Effects-ი ჩათვალეთ, რომ აი მთლიანი სამზარეულო არის მოკლედ. ხო, ნუ resolution კვარტერი არის, რადგან არ გაჭედოთ ჩვენმა საცოდავმა კომპიუტერმა, ხოლო დაწყების დრო არის 0.0 გილოცავთ. Duration-ი ანუ ხანგრძლივობა, რამდენი ხანი იქნება ვიდეო, არის 8 წამი ალბათ. მე 8 წამი წერია. ხო, დანარჩენი არაფერი ისეთი ამ ეტაპზე არ გვჭირდება. დავეჭერთ OK-ს, საერთოდ მაგარია ყველაფერი. ხო, ეხლა თავარი რა არის? ამ ლექციაზე უნდა ვისწავლოთ საბოლოოდ. ნუ შეგეხსენებთ, რომ composition-ი აგიხსენით დღეს და ჩემ თავსაც ავხსენით, იმიტომ რომ მე ვწავლობ ეხლა პარალელურად. დავთვლი, რომ ეს ძალიან კარგი არის, იმიტომ რომ თან ვხსნი, უფრო მომახსოვდება და თან მახსენდება. მოკლედ composition-ი ავხსენით, რაც არის composition-ის setting-ები უნდა ვიცოდეთ. ხოლა გადავამოწმოთ ხოლმე და ბოლოსკენ რაც უნდა გავაკეთოთ სანამ დავიწყებთ რაღაცების ჩალიც არის ორგანიზება ასე. რახან ბევრი სამუშაო მაგიდა გვექნება, ანუ ბევრი composition გვექნება, თუ ბევრ პროექტს ვაკეთებთ ან დიდ პროექტს, ამისთვის უნდა შევქმნათ ფაილები, სადაც composition-ებს ჩავყვეთ, რათა მერე მომავალში მარტივად მოვძებნოთ. ასე რომ შევქმნით ერთ ფაილს, რომელსაც დავწერთ compositions, ანუ compositions და აი ამ compositions მარცხენა პანელზე ხედავთ ჩავაგდეთ ვანდ და გავაკეთოთ მეორე ფაილი
რომელსაც დავარქვევთ ვიდეოს, ესე მარტივად. და აი ამ ფისოს ვიდეოს შევაგდებთ აქ. მომავალში ალბათ უფრო გაიზრდება ამ პროექტის ფაილები, რადგან მუსიკა უნდა დავადოთ, რაღაც ფოტოები ესა ისა. მაგრამ ამ ეტაპზე ეს ამ ორი ფაილის გაკეთება ძალიან ჯიგრული და კარგი არის, იმიტომ რომ ძალიან აჯაბსთან დალიჩითება მე ბოლოს და ვერაფერს ვეღარ იგებს ადამიანი. ადამიანში შენი თავი გულსხვა, ჩემი თავი, იმიტომ რომ ჩვენ ვმუშაობთ ხო ამაში. შესაბამისად, კომპოზიშენი, ფაილები. დროინდელი ლექცია ამოწურულია.